მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. და დღეს უნდა დავიწყოთ, უბრალოდ დავამთავროთ ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი პირველი სეზონი. როგორ მოუთმელად ვარ ვერც კი წარმოიდგენთ. ავატარის ფინალი იქნება რამე გრანდიოზული პირველი სეზონის უკვე წარმოდგენა მაქვს. არაერთხელ მithქვამს და კიდევ ვიტყვი. დღეს უნდა ვნახოთ მე-19 და მე-20 სერიები. რაც იქნება პირველი სეზონის ფინალური ორი სერია. ანუ წინა სერიაში დაიწყეს ანგმა და კატარამ წყლის ბრძანებლობის შესწავლა, როგორც უკვე ვთქვი, დიდი ალბათობით მე-19 სერიის შემდეგ time-skip იქნება მე-20 თქო, მაგრამ ახლა ცოტა ეჭვი მეპარება და უფრო მგონია, რომ ახლა უკვე time-skip იქნება მე-18-ის შემდეგ, ანუ მე-19-ში გარკვეული დრო იქნება გასული, როცა პროფესიონალურად არა, მაგრამ გარკვეულ დონეზე, ანუ კარგად რა, უხეშად რო ვთქვათ, შესწავლილი ექნებათ ანგს და კატარას წყლის ბრძანებლობა და მაინტერესებს მართლა რით დამთავრდება ეს ამბავი. ზუკოს და აიროს ჩანაფიქრი აქვთ რაღაც ჯაოს წინააღმდეგ და მოუთმელად ველი რას გვაჩვენებენ. ეს უნდა იყოს მაგარიამე. მე დროს აღარ დავკარგავ. ანუ შემიძლია ბევრად დიდი შესავალი გავაკეთო. მაგრამ აი იცით რას ვიზამ. მე-19 სერიალს ვუყუროთ და მე ახლა ვაპირებდი დასაწყისში, რომ ჩემი ვარაუდები გამომეთქვა რამდენიმე საკმაოდ ბევრი მე-20 სერიის შესახებ, მაგრამ მოდით ჯერ მე-19-ს ვუყუროთ, გავაკეთოთ, გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნა იქიდან და მერე უკვე დავიწყოთ იმის ვარაუდების გარეთქმა. კარგი, შევდგეთ საქმეს. აბა ვნახოთ. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი პირველი სეზონის მე-19 სერია. იმედი მაქვს მზად ხართ. 3, 2, 1. მე პირადად მზად არ ვარ. დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. გამარჯობა. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. რა თქმა უნდა. მათი შეჩერება მხოლოდ ახლა დიდი სიამოვნებით გადავახვალდი ამ ინტროს. იმიტომ რომ ერთი სული მაქვს ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ ჯანდაბას შეიძლება ეს და ამის შემდეგი სერია ბოლო იყოს, როდესაც ამ ინტროს მისი საოცარი შესაძლებლობებით მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა თუ შეიძლება ინტრო. თუმცა მჯერა რომ მანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი. ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი წიგნი. წყალი. მე-19 თავი. ჩრდილოეთის ალყა. ჩრდილოეთის ალყა, პირველი ნაწილი. ანუ ორი ნაწილიანია. ანუ ისეც ორი ნაწილიანი იქნებოდა, მაგრამ ისეთი ორი ნაწილიანია, როგორც მე მეკოდა. ოპა. იყო. მოსწავლეს სანკო. კიდევ რამდენიმე წელი და ზღვის ღრუბელთან ბრძოლისთვის მზად იქნები. კატარასთან კიდევ ერთხელ ბრძოლა ვინმეს უნდა? ყველა დაამარცხა უკვე. ოჩახ. კატარა, ჩემს ნებისმიერ მოსწავლეზე უფრო სწრაფად ითვისებ. და ამტკიცე, რომ მიზან დასახულობით, მონდომებით და მძიმე შრომით მიზანს ყოველთვის მიაღწევ. თუმცა მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის. მოსწავლე ანგ. არ გინდა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო. კარგი იქნება. ყოველთან თამაშისთვის დრო გაქვს, ესე იგი წყლის მართვა უკვე აითვისე. ათვისებას ვერ დავარქმევდი, მაგრამ შეხედეთ. მიდი. კარგი რა. ესე იგი სამხრეთ ტომში სასახლეები არ გაქვთ? ხუმრობ. ხანდახან მინდა ვთქვა, რომ ანგი პატარა ბავშვით იქცევა, მაგრამ ბავშვია ისედაც და ცოტა სულელურად გამოჩნდება. ასე არ შეიძლება. რატო? უბრალოდ ვსეირნობთ. დანიშნული ვარ. უბრალოდ ეს. ვიცი რაც გჭირდება. ჩემი მეგობარი აპა უნდა გაიცნო. ვინ? აპა? მე და აპა ძველი მეგობრები ვართ. არა ბიჭო. დამშვიდდი ბიჭონა. გეყოფა. როგორც ჩანს, ბევრ ყურადღებას არ უთმობდი.
ეს როგორ მუშაობს? მაგრად ჰიპ მოეჭირე. ჰიპ. ხო? ჰიპ. ჰიპ. ღმერთო ჩემო. დაუჯერებელია. ყოველდღე ასე დაფრინო? ო, დიდი გამოცდილება გვაქვს. წაში ყოველთვის ასე ცივა? არა, როცა ო. ფოტო არ ხარ. დანიშნულია სოკა, რო ვიცოდე. ახლა რომ აკოცოს არა, ო, კიდევ კარგი, იმიტომ რომ პირველად კიდე შეიძლებოდა, მაგრამ ეს რა არის? რა ხდება? არა. რა? თავდასხმა, ცეცხლის ბრძანებლები. მური, რა? ადრეც მინახავს. სანამ ჩემს სოფელს თავს აჰა. დაესხმებოდა. ეს თოვლის და მურის ნარევია. მაგრამ რატომ? ცეცხლის ერია. აქ არიან ჩრდილოეთ პოლუსზე. თუ ამით ვიმშელებთ, ძალიან ბევრნი არიან. ეს ისტორიის წიგნებში შევა გენერალო აირო. წარმოიდგინეთ, საუკუნეების შემდეგ ხალხი ადმირალ ჯაოს სახელს გაიხსენებს, რომელმაც წყლის ერის ცივილიზაცია გაანადგურა. გაგიმართლათ, რომ აქ ხართ. სურვილებთან ფრთხილად იყავით, ადმირალო. ისტორიას სუბიექტებს ყოველთვის კარგად არიხსენებს. საკუთარი გამოცდილებიდან ამბობთ. ოჰო. ისი არ ჩავფლავდები, როგორც თქვენ. ჯაო. საღებისას. იმედი მაქვს, ადმირალო. რა თქვა? თქვენთან ამბობთ. ისაღებისას? ისი არ ჩავფლავდები, როგორც თქვენ ბასინგს ესაღებისას. იმედი ბასინგს ესაღებისას მე მგონი მახსოვს. ბრძანეთ პირველი შეტევისთვის მომენტ. ბასინგსე ის არის, ხო? რომ გაიტაცეს აირო რომ უთხრეს თქვენ საერთოდ თავდასხმა თუ არა, რავი, მალე გავჩერდებით. აღარ მახსოვს. ფიქრობ ბიძი. აუ ზუკოს სახე ნახეთ რა. თან დალურჯებული თვალი, ეტყობა იმ წამს გადმოხდა. ხომალდიდან როცა პეთქი მოხდა. რა ხდება? უნდა გავიქცეთ. არა, სოკა, მოიცადე. ერთმანეთს აღარ უნდა შევხვდეთ. რა? უბრალოდ მეგობრები ვართ. მეტავაში იყო. მაგრამ ძალიან მომწოხარ. შენთან ვერ ვიქნები. მოაც სხვა კაცი მიყავდი. მაგრამ არ გიყვარს. არც კი მოგწონს. ჩემი ხალხი მიყვარს. ცოლად ხალხს არ მიყვები. კი, ეგეც მართალია. გესმის. მამა ჩემის და ტომის წინაშე ვალში ვარ. სხვა გზა არ მაქვს. მშვიდობით. შეგეცოთ ერთად გაქცეულიყავით მაინც, ანუ რომლისაც ასე გვეშინოდა. გაიჭირდებას. ცეცხლის ერი ჩვენს კარიბჭესთანაა. დიდი მწუხარებით მთელი ჩემი ოჯახი შევკრიბენ. ვიცი რომ ბევრი თქვენგანი ჩვენი ტომიდან გაუჩინარდება. თუმცა ჩვენს გულებში სამუდამოდ იცოცხლებთ. ახლა კი ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად იძულებული ვარ დიდებულ სულებს მიუმართო. ოკეანის სულო, მთვარის სულო, ჩვენთან დარჩით. ოკეანის სულ, მთვარის სულ. დავარებისთვის მოხალისეები მჭირდება. ჩამწერეთ. სოკა, ფრთხილად იყავით. ბევრი თქვენგანი უკან არ დაბრუნდება. ვინც თანახმაა მომიახლოვდეს, რომ მოვნიშნო. სოკა ყველაზე მამაცი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ახლა. ეს ხო სოკაა. კატარას მიაღებინებენ მონაწილეობას გოგო რომ არის. აუ, ეს გოგო მიცოდება ძალიან. სიმშვიდე ბრძოლის დაწყებამდე აუტანელია. უხმო საფრთხე. როცა ცეცხლის ერი ჩემს ხალხს თავს დაესხა, იქ არ ვიყავ. ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება.
ნუ სოკა მონიშნეს და ანკი არა. არც კატარა. იოპ. გაგიმარჯოთ. პირდაპირ ხიდი გაანადგურეს. ხახო? ახლა მინდოდა მეთქვა იქნებ ჰაიდენ. შეტევაში ჯობს თქო. კატარა. მედიანგ. მომზადებულები არიან. ოპა. ახლა თავად მივხედავ მეგობარო. გაცრავად. ვუყურებ. საჰო? კარგი, მეგონი ხომალს დაერხა. ეგრე ყველაფერს ანადგურებს უბრალოდ. აჰა. აპა, საქმეში ჩაერთო. მედიანგ. მადლობ დახმარებისთვის მეგობარო. ბოლომდე გადი. ან ეგრე. ეს ჩვენი ხალხია? შეგიძლიათ გაფრინდეთ. შეუძლებელია. ჯარი, მთელი ქვეყანა მგონი. შეახცეთ, რაც ნიშნავს, რომ მათი საომარი ფორმები დაგჭირდებათ. რამე პრობლემაა? ცეცხლის სხვანაირი ფორმა აქვს. ზუსტად ასეთია. ეს ნამდვილი ფორმა, რომელიც ცეცხლის ერის ჯარისკაც ეცვა. როდის 100 წლის წინ? 85. 85. ერის ჯარისკაცებს ხრებზე ეკლები აღარ აქვთ. ახალ ფორმას სწორი ხაზები აქვს. ამ ტიპის ნდობა შეიძლება. ახალ წვეულისთვის ზედმეტად ენაგრძელია. სოკა მეგობრული ტომიდანაა. ნიჭიერი მეომარია და მის სიტყვას ვაფასებ. კი, სოკა მართალია, რამდენადაც არ უნდა უხეშად ლაპარაკობდეს. ჯაო ხია. საშუალო ასაკისაა. ვაგემბარდები და საშინელი ხასიათი აქვს. სოკა, ჰანს მოუყევი ყველაფერი რაც იცი. ამ მისიის მეთაური ის არის. ან სოკას პატივი ეცი. მომავალი სიცისგან მხოლოდ ამას მოვითხოვ. მომავალი სიცისგან. პრინცესა იუე ცოლად შენ მოყვება? ხო. რა იყო? არაფერი. კარგი, ახლა სერიოზული უთანხმოება გვექნება. იმედი მაქვს ხელსაში გუშლის ეს. უკვე ღამდება, ადმირალო. როგორც მრჩეველი მოგიწოდებთ შეტევა შეწყვიტოთ. წყლის მბრძანებლები ძალას მთვარისგან იღებენ, დღეს კი სავსე მთვარი. კი, მთვარის სულს იძახებდა. შეტევა გამთენიისასგან აბრძოთ. მთვარის პრობლემებზე ყველაფერი იცი. ახლა მის მოგვარებაზე ვფიქრობ. მართალი ხართ, მოვიწმენთ. ნუ ჯაო წარმატებები. აღარ ისვრია. ანგ. არ შემიძლია. რა მოხდა?
12 ხომალდი მაინც გამოვიყვანე მწყობრიდან. მაგრამ ძალიან ბევრნი არიან. ყველას ვერ გავუმკლავდები. სხვა გზა არ გაქვს. შენ ავატარი ხარ. უბრალოდ ბიჭი ვარ. ოუანგ. რელიზი მოამზადა აჭარანეთკო. დახმარება სჭირდება აშკარად ახლა. კატარა, რავი, სოკა, ჯარი. და ესეც ზუკო. მიშვილო დიდი ბადი და გჭირდება. თორემ პატარა ხვრელიდანაც კი გაზრება. ახლა ბრძნული ლექციების დრო არ მაქვს ბიძია. ნაპატიე რომ თავს გაბეზრებ უბრალოდ. მას მერე რაც ჩემი ვაჟი დავკარგე. ბიძია. ამის თქმა საჭირო არ არის. შენი კეცი ჩემს ვაჟად. აიროს შვილი ყავდა. ერთმანეთს კიდევ შევხვდებით. როცა ავატარს დავიჭერ. ზუკო. ცეცხლით სულ სერიოზულად შორდებიან? დაგარჩენს. კარგი. შორდებიან რა? ხო რა შორდებიან. დილად გქონდეს. კარგად ვიქნები. ნაუეს მუსიკა. ერთ რამეს გეტყვი სოკა, ბევრ გოგოს ხვდებოდი, მაგრამ US საუკეთესოა. თან გარკვეული უპირატესობები მოყვება. მერთო, არ გინდათ რა. რას ნიშნავს? იუე რა თქმა უნდა კარგი გოგოა, თუმცა მისი წყალობით ტომის ბელათთან უმეგობრო. პრინცესა იუე თავს საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტის გამოსწირავს? მოიცადე. შენ რატომ ღელავ? უბრალო სამხრეთელი გლეხი ხარ. პოლიტიკურ პრობლემებზე რა იცი? არ გეწყინოს. შენ კი უსულო არარავა ხარ. არ გეწყინოს. კაი კომბექი იყო, მაგრამ ცუდი დროა. ვალებაში აღარ მონაწილეობ. მიდი ატირდი. ყველა მე მომისმენს. ადმირალ ჯოს კი თვალის დახამხამებაში დავამარცხებთ. ის ადმირალი ჯაოა. სოკას მიმართ უსამართლო მოიქცნენ. მაგალითად, ძალიან არ მინდოდა მომეჭრა, მაგრამ OBS-ი ხელს არ მიწყობს. არიცი, უნდა გამოვასწორო, თორემ მეორეჯერაც რომ იქნეს ასე, უბრალოდ მესამეჯერ წინა ვიდეოშიც იგივე ხნა, მე ასე არ მიწყობს რა. გავაგრძელეთ 3, 2, 1. ეს ზუკო. რატომაც მგონია რომ ზუკო ბიძამის კაიხანი ვერ ნახავს. თუ ტაიმსკიპი იყო. მოჩეს ტაიმსკიპი პატარა იყო ამ სერიაში, მე-18 და მე-19 შორის. სად მიცურავენ? აი, სადმე ხომ პოულობენ. ლეგენდის თანახმად წყლის პირველი მბრძანებელი მთვარე იყო. ჩვენი წინაპრები ხედავდნენ მიქცევაზე და მოქცევაზე. წყლის პირველი მბრძანებელი მთვარე იყო? ყოველთვის ვამჩნევდი, რომ წყლის მართვა ღამით უკეთ გამომდიოდა. ჩვენს ძალას მთვარის სული კვებავს, ცხოვრებას კი ოკეანის სული. ერთად ისინი წონასწორობას ინარჩუნებენ. სულები. იქნებ თუ მათ ვიპოვე დამეხმარო. ამას როგორ გააკეთებ? ავატარი ხიდია ჩვენს სამყაროს და სულების სამყაროს შორის. სულები. ახს მათთან საუბარი შეუძლია. იქნებ ბრძოლის მოსაგებად მათი სიბრძნე შეიძინა. ან იქნებ სულებმა ცეცხლის არზაგი ჟური შეტევა განახორციელონ. ნუ სიბრძნეც კარგი რამაა. მხოლოდ ერთი ამ შემთხვევაში ერთი წყვეტს ყურს და მეორეც. სამყაროში შემთხვევით მოხვდი. ამას ამჯერად როგორ გააკეთებ? ერთი იდეა მაქვს, გამომყევით. კარგი, ნახოთ რა იდეა გვაქვს. ეს სულების სამყაროში შესასვლელია? არა, შესასვლელს თავად იყოფა. მე კი მთელ ჩრდილოეთ პოლუსს და ყველაზე სასულიერო ადგილას წაგიყვან. ტაძარში სადმე? თუ არ მეგონა თუ ბალახი ასე ძალიან მომენატრებოდა. როგორ თბილა? ასეთი რომ შესაძლებელია. ეს ადგილი ჩვენი მიწის სულიერი ენერგიის ცენტრია.
მამო. მართალი ხარიუე. ახაცას უყრწნობ. აკავრობა ძალიან შვედია. და ახლა სიმშვიდეს დაგვირღვევენ. ჩუმად. რამე მოხდა სოკა? არა. ხანი საიდუმლო დავალებაზე ეწასული მე კი ვზივარ და ბუმერანგს ვთლი. ყველაფერი შესანიშნავადაა. მისმინე. მისიას პირადი მიზნების გამო ჩამოგაშორე. შენთან დაკავშირებით სხვა გეგმები მაქვს. რა, გინდათ ყაზარმები დავასუფთავო? მინდა ჩემი ქალიშვილი პრინცესა იუე დაიცვა. რა თქმა უნდა. რთული არის. კარგი. ახლა პრინცესა იუეს განსაკუთრებით დაჭირდება და ზუკორო დაადგება თავზე. წესით ახლა იქ არ უნდა მიდიოდეს, მიცურავდეს. საკმაოდ რთულია ცეცხლის წყალქვეშ გამოყენება. არა, პირდაპირ აქ არის ხიდის წინ. მე მგონა აქთან არ გვეჭდებოდა. ასე რატომ ზის? მედიტირებს, სულების სამყაროში მოხვედრას ცდილობს. ამისთვის კონცენტრაცია საჭირო. შეგვიძლია დავეხმაროთ. გაჩუმებაზე რა სიტყვით? კარგი რა, თქვენი თითოეული სიტყვა მესმის. მართალია, ბატონო. სიმბოლო, როგორც ისა. ინი და იანი. აქცენტს აკეთებენ თან ამაზე. კი, ინი და იანი. კარგად არის? სულების სამყაროში შედის. კარგად იქნება თუ მის სხეულს არ შევეხებით. ფიზიკურ სამყაროში ასე დაბრუნდება. იქნებ როგორმე დავეხმაროთ. არა, ჩემი მეგობარია, მის დაცვას შევძლებ. რა მოხდა? უკვე დიდი გოგო ხარ? არა, გადმომეწილი არაფერს დაგიშავებ. ზუკო ზუკოს და კატარას შეკინება ხო არ გადავართ. როგორც ჩანს რაღაც გისწავლია, მაგრამ დამარცხებას არ ვაპირებ. ნახოთ. საცოდავო გლეხო. მასწავლებელი იპოვე, არა? ახლოს იყო მართლა. კარგ წინააღმდეგობას კი უწევს. მაგრამ ინულით ახლა ბევრს ვერაფერს ვერ უზამ. ცეცხლის პრინცს. როგორც იქნება უკვე გათენდა? დროა ისტორია დავწეროთ. ზუკო მანდელი ხელი გაატარა? ალპინულში. შენს ზელას მთვარე კვებავს. ჩემსას კი მზე. კი, წარმოდგენა მქონდა. რელიზი მოამზადა აჭარა.com-მა.
წყლის ტონს შეუძლია წინააღმდეგობა გაგვიწიოს, მაგრამ მათი ქალაქი დღეს დაეცემა. ანგ, რა მოხდა? ზუკო სად არის? ანგი წაიყვანა. ეს ჩემ თვალწინ გააკეთა. სად წავიდნენ? არ ვიცით. საწავიდნენ ახლა. ანგი ჯერ კიდევ სულების სამყაროშია, მაგრამ თავარი შეკითხვა არის, ანგი თვითონ სად არის? რა, მიხედავთ. მიხედავთ. ავატარი ლეგენდა ანგზე პირველი სეზონის 19 სერია. ნახევარფინალი პირველი სეზონის. რა ვთქვა ახლა რა. დასკვეთი ნაწილი უნდა გადავიღო და მე უნდა ამოვჭრა. და მე უკვე უნდა გადავიღო მე-20 სერია. რომ საკმაოდ დიდი ხანი დაგჭირდება. კარგი სერია იყო, მომეწონა. კიდევ ერთხელ განავრცეს ზუკოს და სომავეცნება იმ პრინცესას სახელი. ზუკოს და პრინცესას ურთიერთობების, ზუკოს და სოკას და პრინცესას ურთიერთობის ამბავი და ზუკო და აირო, ხო. ეს ზუკოს და აიროს სცენა ჩანდა როგორც დამშვიდობება, ანუ რა მოუვა ზუკოს, ანუ აშკარად ახლა რაღაც დაემართება პირველი სეზონის ბოლოს. და თან ჯერ არ ვიცით ჯაო იქნება ფინალური ვარდმოქმედი თუ ზუკო, იმიტომ რომ ორივეს ერთნაირი შანსი აქვს, რომ ერთმა დაამარცხოს მეორე და მერე ყველაფერი თავის თავზე აიღოს. ზუკომ ერთხელ უკვე დაამარცხა ჯაო. ანგმაც უკვე დაამარცხა ჯაო, მაგრამ ზუკოც დაამარცხა. რამდენი არის იმის შანსი? რამხელა არის უბრალოდ იმის შანსი, რომ მაინც ზუკო აჯობებს და ბოლოს ანგი რო დაბრუნდება სულების სამყაროდან, ჯაოს ჯარს დაამარცხებინებს, ანუ სულების დახმარებით დაამარცხებს, მერე აირო უღალატებს ჯაოს და მერე გამოჩნდება ზუკო ანგის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდება და გაიმარჯვებს ანგი. ზუკოს, რავი, ლოგიკური იქნება ციხეში რომ ჩასვან. და საინტერესოც იქნება ციხეში რომ ჩასვან, იმიტომ რომ მაინტერესებს ერთი მერე რა მოხდება. მაგრამ რაღაც მხრივ იმას ვთვლი, რომ ზუკო დამარცხდება ჯერ, ანგი დაამარცხებს სულების სამყარო და რო გამოვა თან პარალელურად ზუკოს დამარცხების მერე წავა ეგ, კატარა და სოკა და ეხმარებიან დანარჩენებს იმაში, ნაკვია. ჯაოს დამარცხებაში და საბოლოოდ ჯაო უღალატებს აირო, ჯარიც რო დამარცხებული აყურება და თვითონ წავა მარტო მეფესთან. და მერე შეხვდება უკვე გზაში ანგი. შეიძლება ჯერ პრინცესას დაესხნენ თავს და დაიცვან სოკამ და კატარამ და მერე მეფეს შეხვდეს და მეფისგან უკვე ანგმა დაიცვას და უკვე წარმოაჩინოს თავისი წყლის ბრძანებლობა, ანუ როგორ შეუძლია წყლის გამოყენება და სწორედ წყლის მეშვეობით დაამარცხოს ცეცხლის ჯარი მთლიანი. შეიძლება მთლიანი ჯარი ანუ შეიძლება სულების სამყაროში სწორედ ეგ ისწავლოს, ანუ წყლის ბრძანებლობა როგორ არის საჭირო, როგორ არის საჭირო კი არა, როგორ ხდება ეს რა, ანუ რა სჭირდება, რა არის ანგისთვის საჭირო, რომ წყლის ბრძანებლობა, ანუ თავისი
თავისი ძალები გააუმჯობესოს. გააორმაგოს მაგალითად. კარგი საყურებელი იქნება. არ ვიცი, როგორც უკვე თქვი, ვერსია მაქვს ბევრი და ვუყუროთ სერიას, ვნახოთ რა მოხდება. ზოგადად სერია საკმაოდ კარგი იყო. რაღაც მხრივ მე-18 სერია უფრო მომეწონა. მაგრამ ესეც ძალიან კარგი იყო. გავიგეთ, რომ აიროს თურმე შვილი ყოლია, რაც მოულოდნელი მომენტი იყო ჩემთვის. ვერ წარმოვიდგენდი, ისიც ჯერ იმას ვერ წარმოვიდგენდი, ცოლი რო ყავდა და მე რო ვერ წარმოვიდგენდი, რომ შვილი ყავდა. დიდი ალბათობით ცოლ-შვილი ორივე დაღუპული ყავს უკვე და მე გავაიგებთ კიდეც რატომ. რატომაც მგონია, რომ აირო ჩვენ მხარეს უნდა გადმოვიდეს. რატომაც მგონია, რომ ზუკო და აირო ორივე ჩვენ მხარეს უნდა გადმოვიდნენ და მეტიც აი მგონია, რომ პირველ რიგში აირო გადმოვა ავატარის ანგის მხარეს, იმიტომ რომ ის რაც აშკარა არ მოსწონს ოზაი, ცეცხლის ბრძანებელი რაღაც ცეცხლის იმპერატორი, მეფე და ლორდი უბრალოდ, მეგონი ლორდი ქვია, ხო? ცეცხლის ლორდი არ მოსწონს, ბევრჯერ აქვს უკოსთვის ნათქვამი, რომ ერთხელ პირდაპირ უთხრა კიდეც, რომ ჩემი ძმა ძალიან კეთილი გქონიაო და აშკარად ჩანასახლა როგორ არის განწყობილი ძმის მიმართ და ისა ჯაო რა თქმა უნდა კი ცდილობდა არ გამოეჩინა თავიდან პირველ სერიებში, მაგრამ მაშინაც ჩანდა და ახალაც ჩანს, რომ ჯაოს მიმართაც ეგრეა განწყობილი. და რავი. ნახოთ. კაი, მაშინ. მეც ვერაფერს ვიტყვი. გარდა იმისა, რომ ერთი სული მაქვს, რომელიც ვნახავთ შემდეგ სერიას. ახალ ფიქრობ წყლის ბრძანებლობას იქნებ მართლა ვერ მოახერხოთ შესწავლა მეორე სეზონის ბოლომდე. საკმაოდ სამწუხარო იქნება. მაგრამ არა, მე მაინც მჯერა რომ მოახერხებთ. ისე იქამდე მივდივართ. უკვე. ნელ-ნელა. დასულების სამყაროში გადასვლაც ერთი ეს არის, რა ქვია, ერთი გზა არის ეგეც. წყლის ბრძანებლობის გაუსაუმჯობესებად. არ ვიცი. მოვჭრი ახლა და ნახოთ შემდეგი სერია. ცოტა დაბნელდა კიდეც უკვე, მაგრამ შუქსაც ავანთებ და ისე გავაგრძელოთ, ისე დავასრულოთ ეს შვენიერი სერიალი. სერიალი რა, ამ შვენიერი სერიალის პირველი სეზონი. დაბრუნდები 2 წამში. იმედია მზად ხართ. ავატარი ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი სეზონის მე-20 სერია. იგივე პირველი სეზონის ფინალი. 5, 4, 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. და ინტროს თარგმანი არ აქვს? ცოტა დიდი ხით გავიგონოთ, ბესად გავიგონოთ კატარას ხმა ორიგინალში, რომ ქართულად მოხდა ჩართული ზუსტად ვიცი. Aang ასე ქვია. აბარა ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. პირველი წიგნი, წყალი, მე-20 თავი, ჩრდილოეთის ალყა, მეორე ნაწილი. ჩრდილოეთის ალყა, მეორე ნაწილი, წავედით. ვიტევენ. ვესტელზები. რა შეგეძლო გააკეთა? ახლა კი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მის დასაბრუნებლად. ზუკოს შორს ვერ წავიჭრდეთ. ვიპოვეთ. აგი კარგად იქნება. კარგი.
აი. ყველაფერი კარგადაა. აქ დარჩი მომა. იქნება ანგით. მომო რაღაცას გძნობს. ფიფ. ვაუ, ლამაზია ეს ფონი. კარგად არის დახატული. აუ, ზუკოს ასეთ ფორმაში ურება. ცოტა უჩვეულო. ო, ესეც ანგლისურების სამყაროში. წავიდა. ამ სერიის მე ალბათ ამოჭრი გრევე, იმიტომ რომ გაკვეთილი აქვს. გამარჯობა. და ბოდიში რომ გაწუხებთ, მაგრამ ბოლოს და ოკეანის სულები დავიწყებთ დასკვნას. წადი. ჯერ კიდევ აქ ხარ? დიახ, მინდა რომ იქნებ ეს დაგეხმაროს. დაიჭირე. როგორც მგონი რაღაც მოგვატყუეს. აუ, დაბრუნდი. გამარჯობა. ვაუ, როკო? ეს უკვე საინტერესოა. ოპა. თავშესაფარი. როკო, წყლის ტომს თავს დაესხნე. ოკეანისა და მთვარის სულები უნდა ვიპოვო. ოკეანისა და მთვარის სულები ძველი სულები არიან. ისინი სულებისა და მოკვდავთა სამყაროებს და საბამიდან ერთმანეთთან აკავშირებენ. აუ, ესე იგი ხოლო ერთი სულია იმდენად ძველი. ესე იგი ვიპოვეთ. ვინ? ამ სულს კოუ ჰქვია. კოუ? ძალიან სახიფათოა. მას სახეების ქურთს ეძახიან. სახეების სულს ქურთს. ფრთხილად უნდა იყო. ემოცია არ უნდა გამოამჟღავნო. უმცირესიც კი. ო, ეს სახეს მოგპარავს. ეს მართლა რთულია. საშიში ის ყოფილია. სული. ო, როგორც იქნა დაგიჭირე. მაგრამ ყინვის გამო სახლში ვერ მიმყავხარ. ყოველთვის რაღაც წინააღმდეგობაა. შენ ვერ მიხვდები. შენს დასავით ხარ. მისთვის ყველაფერი დასავით? ცეცხლის დიდებული მბრძანებელია. მასზე ყველა გიждდება. ზუკოს და მიანა დაიბადა. მე კი გამიმართლა რომ დავიბადე. იო, მე გამიმართლა რომ ცოტა გვიანი. გამუდმებით ბრძოლა მიწევდა. ამიტომაც ო, ეს ზუკოს ამან ისეთი გამხადა როგორც სახე. ხარ. ზუკოს დაყავს? ეს უკვე საინტერესოა. მაინტერესებს ზუკოს ოჯახი როგორია. მამა ყავს ნანახი, მარტო ჩრდილი ყავს ნანახი, მეტი არაფერი და ერთი აიროს ვიცნობთ კარგად ზუკოს ოჯახის წევრებიდან და რავი. იმის შეხსენება არ დათვალა გჭირდება არის. იწურება. თუ წყლის ტომს მთვარის ამოსვლამდე არ დავამარცხებთ, დაუმარცხებლები გახდებიან. გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკონტროლებ. ვაპირებ მთვარე ზეციდან გავაქრო. ზეციდან გავაქრო. ადმირალო ჩოი. დროა შენს ბედს შეხვდე. როგორც ვამბობდი, რამდენიმე წლის წინ რა იყო ეს? მოაჩინე. ვიცი რომ მთვარის სულს მოკვდავის ფორმა აქვს მიღებული. რა? ახალგაზრდობაში მიწის სამეფოში გენერალ შოუს ლეიტენანტი ვიყავი. მიწის ქვეშეთში დამალული ბიბლიოთეკა ვიპოვე. არაერთი გრაგნილი დავათვალიერე. ერთ-ერთში კი დეტალური ილუსტრაცია იყო წარწერებით მთვარე და ოკეანე. გავარკვიე რომ ამ სულების პოვნა და მოკვლა შემეძლო.
ჩემი ბედის წერაა რომ ის გავაკეთო. ჯაო, სულებთან თამაში ცუდად დამთავრდება. მოკვდავის ფორმა აქვს მიხედვით. ვიცი რომ სულების გეშინიათ აირო. საინტერესო სხვა მიმართულებით წავედით, ანუ გობაზე. არა იმ მიმართულებით, როგორც მე მეგონა. არ მეგონა თუ სულების ამბავს განვაცვლით ასე პირველი სეზონის ბოლოს. გამხდარიყვნენ. ახლა დროა ამისთვის პასუხი აგონ. განგი თვითონ არის უკვე სულების სამყაროში. ნეტად ზუგო თუ ამიშინებს. ანუ ზუგოს დანახული უბრალოდ იქნება. ლურჯ ცხვირა მაიმუნი ხარ. ლურჯ ცხვირა მაიმუნი. უცხვირო მაიმუნი. არ შიში გამოამჟღავნო და სხვა ემოცია. იოჰო, ეს кайფო. ავატარის ანგის და როკუს ხმებიან. ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივე ადამიანია. ერთი და იგივე არა, მაგრამ ორივე ავატარია. და ანგი როკუს რეინკარნაცია. სულს ვეძებ, რომელსაც კოუ ქვია. მე მგონი უკვე იპოვე. მოგესალმები. გაგიმარჯოს. გმადლობთ. ჩემი ძველი მეგობარი ავატარი. დიდი ხანია არ შევხვედრი ვართ. მეცნავთ? როგორ დამავიწყდები? წინა ცხოვრებაში 800 თუ 900 წლის წინათ შენი ერთ-ერთი ხორცშესხმა ჩემს მოკლას ცდილობდა. არ ვიცოდი. რატომ უნდოდა მას? უпростоრად მე თქვენი 900 იმიტომ რომ წლის შენი ცხოვრების სიყვარულის სახე მოვიპარე. შენი ცხოვრების სიყვარულის სახე. რა თქმა უნდა, ყველაფერი უკან დარჩა. წინა ეს ცხოვრებაში რომ ავატარია საუბარი. როკუზე არა ხარ 900 წლის წინ. ადამიანი ხარ, ჩემთან ახალი სახით მოხვედი. ახალი სახით დიდხანს მოხვედი. შემყოლმდებით. ნუ, ანგის სიმართლე გითხრათ. ოჩებია. ნუ ღელა. არც ისე მარტივი საქმეა, განსაკუთრებით ანგისთვის. იმაზე არ გვევა სახის დაიქცევიან. ემოციების დამალვა. კარბუქში დაიღუპებიან. არ დაიღუპებიან. კარგად ვიცით რომ ზუკო არ დანებდება. გადარჩებიან. ჩვენ კი ვიპოვით. ნახოთ. დიდი ხანია ჩემს კოლექციაში ბავშვის სახე არ მოხვედრილა. მითხარი, ვაუ. რით დაგეხმარო? თვარე და ოკეანე უნდა ვიპოვო. მათ სულებს ტუი და ლა ჰქვიათ. ტუიტალა. მიაწექი და გაწიე. სწორედ ასეთი ურთიერთობა გქონდათ მთელი ამ დროის მანძილზე. ხო, დამეხმარეთ მათ პოვნაში. თუ არ დამეხმარებიან, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება. გგონია მათი დახმარება გჭირდება? სინამდვილეში პირიქითაა. ვიღაცას მათი მოკვლევა უნდა. ეს რას ნიშნავს? ოჰო, საფლანგ. საქმეც ესაა. უკვე იპოვე. ტუი და ლა. მთვარე და ოკეანე. და ერთმანეთის გარშემო ცეკვავენ. ისინი წონასწორობას იცავენ. მიაწექი და გაწიე. სიცოცხლე და სიკვდილი, სიკეთე და ბოროტება, ინი და იანი. აუ არა, სახიანი და ინი და იანი. ეგეც ვიცოდი. არა. ჩემი წასვლის დროა. კიდევ შევხვდებით. ნახოთ. სულების საფრთხეში არიან. ფიზიკურ სამყაროში უნდა და ჰეუსები სერიოზულად. მეგობარი მყავს, რომელიც იქ მოხვედრაში დაგეხმარება. ჰეი ბაი, ანდა. აუ, ყველაფერს საკეთებენ რაც შეუძლიათ, განსაკუთრებით მასწავლებელი თავის ძალას იგენებს. იო, საბოლ.
არ უნდა მიყურდეს წესით, მაგრამ ისეთ ტექნიკას აჩვენებს, თან ანიმაციაც კარგია. ეს რუკა ერთ განსაკუთრებულ ადგილას მიგვიყვანს. და როცა იქ მივალთ, თევზაობას დავიწყებთ. იცის უკვე. აქედან შემოვიდა. ამის გულისხმობა და მოკვდავის ფორმა აქვთ მიღებულია. აი, დაბრუნებაზე რა გითხრა? ცოტა სხვა ადგილას აღმოჩნდები. საერთოდ მამა, არა, იქ აღმოჩნდა. არა, ჩემი სხეული სად არის? ანუ სხეულთან გადატელეპორტირდება. შეხედეთ, ეს ნამდვილად ანგია. ჰიპ-ჰიპ. ის სულით იცნა. ნუ, გამოსხივებით იცნა, რომ სული იყო. ცოტა ნარიკოს შარში ხარ. დაბრუნებას გილოცავ. კარგია დაბრუნება. ეს კარგი იყო. ასე გაქცევას ვერ შეძლებ. აპა, მეორე რაუნდისთვის მოხვედი? დამიჯერე ზუკო. მატჩი ძალიან მალე დასრულდება. აბა, მიდი კატარა. ერთი შეხედეთ რა იყო. კარგი თოკია. ოაზისში უნდა წავიდეთ. სულები საფრთხეში არიან. მოიცადეთ, აქ ასე ვერ დავტოვებთ. როგორ ვერა? გავფრინდეთ. არა, თუ დავტოვებთ მოკვდება. ეს ო, ძალიან საინტერესო არჩევანია. ის ვინც გამუდმებით ჩვენს მოკლას ცდილობს. მე თუ მართალი ვიყავი და ზუკო თუ მართლა ჩვენ მხარეს გადმოვა. რელიზი აიროსთან ერთად. ჯო ვაშკერა დაიტყუებოდა თუ არის მოცილებას თუ ამოშლაზე რომ აპარებოდა. თუ ეს ოკეანესია. ოკეანესი თუა წყალს რა თქმა უნდა ვერ გამოიყენება. კარგად ხარ? სიზუსტეს ვგრძნობ. მეც. თუ არის სული საფრთხეშია. ამ თუ არის სულია. სიცოცხლეს უნდა ვუმატლოდე. რას გულისხმობ? როცა დავიბადე ძალიან სუსტი და ავადმყოფი ვიყავი. დაბადებისას ყველა ბავშვი ტირის. მე კი ისე დავიბადე თითქოს მეძინა და ხუჭული თვალებით. კურნალებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და ჩემს მშობლებს უთხრეს რომ მოვკვდებოდი. ვაუ. მამა სულებს ევედრებოდა რომ გადავერჩინე. და სულის მეშვიდ. სავსე მთვარების ახლა გასაგებია პრინცესა რო გწნობს სუსტად თავს. თეთრდა. თეთრითმაც იგა. თვალები გავახილე და ტირილი დავიწყე. მაშინ მიხვდნენ რომ გადავრჩებოდი. ამიტომაც დამა. აშკარა ანგიც მაგიტომ არის. მაგიტომ რა ანუ ავატარის ძალა თუ როგორღაც თვარის სულისგან მოდის. აშკარა რომ ანგიც გწნობს სუსტეს. ეს არაერთი ეცისთან ერთად. დიდებულ ჯაოს რომელმაც მთვარე ჩააქრო. თვარე ჩააქრო. დამპყრობელ ჯაოს შემარქმევენ. ან მთვარის მკვლელ არსებობს ეგრე მარტივად ჩააქრო თვარეს. მომო. მომაშორეთ. ეს რა იყო? ჯაო. შემასმარა. შეწუხდეთ. ჯაო, არ გინდათ. თვარის ტომის განადგურება უნდა. ჩემი ბედის წერა. თვარის განადგურებით მხოლოდ წყლის ტომს კი არა. ყველას სავნებთ, მათ შორის საკუთარ თავსაც. კი, ახლა თვარის გარეშე გარეშე წონასწორობა დაირღვევა. წარმოდგენაც არ გაქვთ სამყაროში როგორი ქაოსი დაისადგურებს. მართალია ჯაო. გენერალ ვაირო, თქვენი ღალატი არ მოუწევს. მოღალატე არ ვარ ჯაო. თუ ღალატი დასწრაფად გამოიტანა ბასტონა. წონასწორობაზე ყველა დამოკიდებული ვართ. ამ სულს რაც უნდა გაუკეთოთ სამაგიეროს 10 მაგად გადაგიხდით. ახლავე გაუშვით. ვაუ, ვაირო. ჯაო განწარდა. ახახას. რა.
ახალხანს მთვარის სული არ მოგიკლავს. ზუკო იმედი აღარ არსებობს. ყველაფერი დასრულდა. არა, არ დასრულებულა. ანგ მიდი. აირო. აირო მოგაჩერეთ ან. ეს კადრი ნახეთ. რა კარგად იყო ანგის სახე დახატული. არა, შანსი არა. როგორ არ არის, მაგრამ ეგრე უბრალოდ ანგ ეს წყლის ბრძანებლობა. ყველა რო დაიჩოქა. ერთი ხელის მოსმიდან ადგურებს ცეცხლის სტომელებს. ეს რამხელა ევოლუცია იყო ახლა. ცოცხალი ხარ? ჩემი მოკლა გინდოდა. ზუკო ჯაოს წინააღმდეგ. დიახ მინდოდა. აი, ერთში მაინც არ შევწდი. ცეცხლის ერის მტერი. ავატარი შენ გაათავისუფლე. არჩევანი არ მქონდა. მიხვდა ხო? ჯისური რომ იყო. დამარცხებას უნდა შეგუებოდი. შენს სირცხვილს. ცოცხალი მაინც დარჩებოდი. რაც მე ვიცი, რაც ნანახი მაქვს, ზუკო წესით უნდა დამარცხოს ჯაო. და ესეც სული. გვიანია. მკვდარია. შენ თვარის სული შეგეხო. შენში მისი სიცოცხლის ნაწილია. დიახ, მართალი ხარ. მან სიცოცხლე მაჯუქა. იქნებ დროა რომ დავუბრუნო. არა. გთხოვ, ეს არ გააკეთო. ეს ჩემი მოვალეობაა, სოკა. ამის უფლებას არ მოგცემ. მამა შენმა შენი დაცვა მიბრძანა. სერიოზულად სიცოცხლის რა არ მაქვს. სიცოცხლის გაწიოს სულისთვის. ვაუ. არ მგონია რომ მოკვდეს, დიდი ალბათობით სასიცოცხლო ძალის ნაწილს გადასცემს. არა. ის აღარ არის. სერიოზულად? თქვენ ხო არ გაგიშდით? არა, შანსი არა. არ ვიცი რა ხდება. მოსვათ ვიცი რაც ხდება, მაგრამ ვერ ვიჯერებ ეს რომ მართლა ხდება. არ მეგონა თუ US-ას სწრაფად დავმშვიდობებოდით. შვიდობით, სოკა. მუდამ შენ გვერდით ვიქნები. სოკა. კარგი. არ ვარ კარგად. შენ მაინც გეგვახარე რა ვიცი. ამეთი რამე გეგვახარო წყლის ბრძანებელი ხარ უკვე. და ახლა ეს ზუკო და ჯაო. შეუძლებელია.
დაახრჩე წყალში. მართალია მომწონს, ხელი მომეცი. მაგრამ სერიოზულად? დაეხმარება? ვარ სიტყვის. მაგრამ სკუპს სადა? სერიოზულად წყალში დაახრჩობს? სამხრეთ პოლუსზე წასვლა გადავწყვიტე. სხვა მბრძანებელი და მკურნალებიც მომყვებიან. დროა მეგობარ ტომს ძალების შეძენაში დავეხმაროთ. და ანგი წყლის მართვა უნდა ისწავლოს. მაშინ დროა ანგმა ოსტატი კატარა დაგიძახოს. ვაუ. ვაიცანო ანგმა ჯერ კარგად არის ის. მე მეგონა სულის მეშვეობით სულებმა ხილვა შეძლო. გამომწეს. ლამაზი მამაცი გოგონა დავინახე, რომელიც თვარის სულად იქცა. ვიცოდი რომ ეს დღე დადგებოდა. უნდა იამაყოთ. ვამაყობ კიდეც. თუმცა მაინც ვგლოვობ. გაოცებული ვარ პრინცო ზუკო. მიგვის რომ ავატარის შეპყრობის მცდელობა შეწყვიტე. დავიღალე. ისევ შეხვდნენ. მე მეგონა დიდი ხნით ვეღარ ნახავდნენ ერთმანეთს. დასვენება სჭირდება. ჰეი. მიდი მომო. შეეც მამა. მოდი ჩვენთან. აბარა. მე თქვა უნდა სულკაც. დააპაც. აირო მოხალატეა შენი ძმას. არარაობა. შენთვის იაუ, დავალება. სუკოსტა. იაუ. რელიზი მოამზადა აჭარა.com-მა. ორ წამით ნახავ ტიტრების მე თუ არის რამე. აკ. მაშინ ახლა ამოვჭრი და დაგიბრუნდებით რამდენიმე წამში და საბოლოოდ დასკვნის ნაწილს ჩავიწერ. კარგი, დაბრუნდი და დროა გავაკეთოთ დასკვნა. ავატარი ჰაილის უკანასკნელი მბრძანებელი პირველი სეზონის მე-19 და მე-20 სერიები. შეიძლება ითქვას პირველი სეზონის ფინალი. მაგარი. არა, ოღონდ მართლა. ვაჰ, ესე იგი არ ვიცი. იმდენი რაღაც მოხდა ამ სერიაში, კი მეგონა რომ ახლა ისეთი სერია იქნებოდა ბევრად უკეთესი ვიდრე დანარჩენები. მაგრამ თუ ამ დონეზე უკეთესი იქნებოდა, არ ვეგონა. საუკეთესო სერია ავატარში ჯერჯერობით. ახლა პირველ სეზონში დაწყებული ვარ, მერე იქნება უამრავი მაგარი სერია, იმიტომ რომ მითხრეს კიდეც რომ როგორც მე ვიცი, როგორც მე მითხრეს, ავატარის პირველი სეზონი იგეგმებოდა უბრალოდ ისე, არ ელოდებოდნენ რომ ამდენი მოწონება იქნებოდა და ასე გაუვარდებოდა და არ აპირებდნენ რომ თად ესეთი მასშტაბური, ესეთი დიდი სერიალი ჰქონდათ. მაგრამ პირველმა სეზონმა დადებითი შეფასებები რომ მიიღო, მერე განაგრძეს და მეორე და მესამე სეზონი როგორც მითხრეს გამოვიდა ბევრად უკეთესი. საინტერესოა. პირველი სეზონი თავისთავად ძალიან კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ვერაჯობა ისეთ სერიალებს, როგორც კონკრეტულად მულტფილმ სერიალებზე მაქვს საუბარი, როგორც ისა არკეინი, როგორც თავგადასავლების დრო, როგორც ბენთენი კლასიკი, როგორც თუნდაც სტივენ იუნივერსი. მაგრამ როგორც მე ვიცი, ეს ჯერ დასაწყისია. და მიხარია, იმიტომ რომ დასაწყისი, პირველი სეზონი, ახლა დასაწყისიც არა, მაგრამ პირველი სეზონი თუ ასეთი კარგი გამოვიდა, მეორე და მესამე სეზონი თუ უკეთესებია. დარწმუნებული ვარ მაგარი სცენა და მაგარი სცენახაობა მელის. უბრალოდ ერთი სული აქვს. სამწუხაროდ ახლა პირდაპირ მეორე სეზონზე ვერ გადავალთ, იმიტომ რომ ერთი საპილოტო სერია არის, რომელიც თავიდან გადაიღეს, სანამ სხვა არც სტაილით თუ არ ვცდებით სხვანაირად. ყოველ შემთხვევაში ვნახავ რა.
სანამ ამას ორიგინალურ პირველ სერიას გამოუშვებდნენ და მაინტერესებს ისე. მაგას უყურებთ და მერე გადავალთ მეორე სეზონზე. და კიდე შორტსი აქვს ავატარს, ანუ 3 მოკლე სერია თუ 5 მოკლე სერია თუ არ ვცდები, ჩიბი ვერსია არგის და პერსონაჟების და მაგათ დიდი ალბათობით მეორე სეზონში ვუყურები. მეორე სეზონის მერე ვუყურები, იმიტომ რომ მეორე სეზონში როგორც ვიცი, ისეთი პერსონაჟები ჩნდებიან, რომლებიც ასევე მნიშვნელოვანი იქნებიან სიუჟეტისთვის და ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ, ასევე ტოპ პერსონაჟები იქნებიან. მაგალითად, ახლა გამოჩნდა ზუკოს დაიკო. რომლის შესახებაც არაფერი ჯერ არ ვიცით. მაგრამ, რავი, ანუ წესით მეორე სეზონში უკეთესად უნდა გაგვაცნონ, იმიტომ რომ ვაუ, ეს ფინალი მაგარი იყო. კი იყო ხსენება ზუკოს დის, რომ ჩემი მადამო ასე აღარ მახსოვს რა კონტექსტში მოიხსენია, მაგრამ ჩემი დაუახსენა წინა სერიაში. და ახლა მეოცე სერიის ბოლოს გვაჩვენეს, რომ ქალბატონი ნახოთ ერთი როგორ წარმოაჩენს თავს, როგორც მე ვხვდი ძლიერი მბრძანებელია, რადგან ზუკოზე უკეთესია. ყოველ შემთხვევაში ზუკოს დიალოგიდან, ზუკოს მონოლოგიდან უბრალოდ ასე ჩანდა. და ასევე ანგი, რომელმაც თურმე ჯერ ბოლომდე არ შეისწავლა კარგად წყლის მბრძანებლობა და ახლა კატარა გახდა ანგის მასწავლებელი, რაც საკმაოდ გასაკვირია, იმიტომ რომ კატარა და ანგი ფაქტობრივად ერთდროულად თუმცა არა, კატარას კიდე დიდი ხნის წინ სწავლობდა წყლის მბრძანებლობას, ასე რომ ხო. თან ერთდროულადაც არ უსწავლიეთ, ანუ მაგრამ ანგს ყოველთვის უკეთესად გამოსდიოდა კატარასთან შედარებით, თუმცა ეხლა როგორც ჩანს მასწავლებელი კატარას ბევრად უფრო მეტ დროს უთმობდა, რადგან გაიგო, რომ ნათესავები იყვნენ. შვილთაშვილი გამოდის ხო კატარა მესი მასწავლებლის. ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მაგის. საყო, მაგარი იყო სულების სამყაროში გადასვლა, ეს ყველაფერი მერე ის რა ქვია, ჰეიბაი გამოჩნდა ანგის ძვაკაცი. ახლა გადავხედე და მივხვდი ვინც იყო ის სული რომ გადაარჩინა იმისგან. ანუ ტყის სული რომ იყო რა იმაში სამთრის ნაბუნიობაში. თორწდები ასე ერქვა. და ისინი რა ქვია, ინიდაიანი თევზები ჯაობ რა თქმა უნდა მაგრად გამაოცა. ტიპმა აი ხათალობის გარეშე რომ იძახდა რომ მე უნდა გავხდეო ბრძანებელი უაღლესი დონეზე თუ რა ქვია იმას ყველა დავიძახებს დიდებულ ჯაოს, დამპყრობელ ჯაოს და ასეც ჯაოს ლევალოსულ ჯაოსო ხათალობის გარეშე ორივე თევზი რომ გაენადგურებინა მართლა ეგრე და ანუ კი ფაქტობრივად თევზს სამყაროს გაენადგურებდა ასეთი მეთოდით, მაგრამ ფაქტობრივად ასევე ანუ სახელს გაითქვავდა უჯრელი. ხუმრობის გარეშე, რაც ჩამოთვალა თვითონ ჯაო, ზუსტად ეგრე დაუძახებდნენ მომავალში, იმიტომ რომ დამყრობელი ძლევამოსილი ჯაო დამპყრობლისთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებით კარგად წარმოაჩინა ამ სერიაში. და ვაუ, ეს თევზები, უნდა მივხვდარიყავი ისე მე ამ თევზებზე და რაღაც ძალიან გამეთიშა გონება. ინიდაიანი. აგმა კარგად წარმოაჩინა ძალიან თავი იმასთან, სულთან. ემოციები რომ არ უნდა გამოეხატა. ვაუ, აი დიდი პატივისცემა ჩემგან ანგს ამის გამო. და რა თქმა უნდა ზუკომ მაგარი გააკეთა. თან ჯაოს გადარჩინაც უნდა აპირებდა და თან ანგსაც აღარ უფიქრია ანგის დაჭერაზე იმის მერე რაც ეს ამბავი დამთავრდა. დიდი ალბათობით ისევ გააგრძელებენ მეორე სეზონში ანგზე ნადირობას, ეგ დააირო, მაგრამ რავი ასე მგონია რომ ზუკო უფრო მალე უნდა გადმოვიბიროთ ჩვენ და უფრო მალე უნდა გადმოვიყვანოთ ჩვენ მხარეზე. ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ამას მიუთითებს და
როგორც ადრე ვთქვი, აირო იქნება ის ალბათ ვინც გადმოყვანინებს, ვინც პირველი გადმოვა ჩვენ მხარეს და მე ვინც გადმოიყვანს ზუკოსი. გამიხარდა რომ ზუკო და აო მეთქი. ზუკო და აირო არ დაშორდნენ ერთმანეთს, ანუ არ დაშორდნენ რა არ გაეყოთ გზები, ასე რომ ვთქვათ, ანუ შეეძლო აიროს რომ ზუკოს რომ მიეტოვებინა აირო და წასულიყო ანგის საპონდა და მე კიდევ რაღაც მოხდარიყო, რაც პრობლემას შეუქმნიდა ამ ორს, მაგრამ საბედნიეროდ ზუკო და აირო ერთმანეთს დაუბრუნდნენ და ახლა ერთად აგრძელებენ გზას. აი ძებნა კი არის გამოცხადებული ორივეზე. ოზაიმ თავისი უმცროსი თუ უფროსი, თუ დიდი ალბათობით უფროსი შვილი დაავალა შვილს მათი პოვნა. თაგას ხაზი გაუსვა რომ აირო მოღალატეაო, ფაქტობრივად ხო. აიროს სულ მახსენდება ის სიტყვები, აირო ზუკოს რო უნებოდა შენ ძმას კარგად არ იცნობო და ძალიან დიდი წარმოდგენის ხარ მასზეო, ანუ კი აირო 100%-იანი მართალია, ანუ რომ შეძლოს ზუკომ ანგის პოვნა, შეიძლება დაიჭიროს კიდეც და მამამისმა მაინც არ დააფასოს, ან ციხეში მოჩასვას, დამწყდოს სადმე არ ვიცი და მერე გადაწყვიტოს ზუკომ ჩვენ მხარეს გადმოსვლა, მაგრამ ჯერჯერობით ზუკო მაგას ვერ ხვდება, ანუ არ აქვს დიდად ალბათ არის ნაჭერი სურვილი ეს ეტყობა, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ თუ დაიჭერს ანგს, მამამისი მაინც არ შეიწყალებს. და დიდი ალბათობით ერთი სული მაქვს, როდის დაანახებს ამ აიროს ზუკოს ამ ყველაფერს, ერთი სული მაქვს, როდის გამოაფხიზლებს და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავთ ახალ ვერსიას ზუკოსას. ახალ ვერსიაში რას გულისხმობ, როგორც პერსონაჟს, როგორც განვითარებას ზუკოსას, ცვლილებებს და რაც ამ სერიაშიც კარგად დაიწყო. ნუ ზუკოზე მოვჩეთ დროებით, რომ მეორე სეზონში და მესამე სეზონში იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს არის რა ქვია, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესად ვნახავთ და მე უფრო მეტი სალაპარაკო მექნება. ახლა თუ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ მოულოდნელად და სწრაფად დახოცეს პერსონაჟები, ჯერ პრინცესა იუე, რომლის სიკვდილიც იყო უდიდესი შოკი პირადად ჩემთვის. შეიძლება რეაქციაზე დიდად არ მეტყობოდა, იმიტომ რომ კარგად ვერ ვაანალიზებდი თავიდან რა ხდებოდა, მაგრამ არც მჯეროდა რომ მოკლავდნენ. მომენტში აირო რო თქვა, შენო მისი ძალა გაქვს თუ მისი სულის ნაწილი, თუ სიცოცხლის ნაწილი რა თქვა, აღარ მახსოვს ზუსტად რა სიტყვა იხმარა, მაგრამ უნდა დაუბრუნო ვალიო და აიღო ფაქტობრივად თავი გაწირა მთელი მსოფლიოს გადასარჩენად. ის რომ იუე იმისი იყო, რა ქვია, თვარის სულისმიერ იყო გადარჩენილი, ეს იყო გასაოცარი ამბავი, მაგრამ ლოგიკური კიდეც ამან ახსნა თეთრი თმები, ამან ახსნა თეთრი თვალები იუესი, ამან ახსნა ის დამოკიდებულება, ანუ როგორც ანგს დაემართა, ისევე დაემართა იუეს, როდესაც ჯაუმ მოიტაცა ეს სული. სისუსტე რომ იგრძნო. და ამან ახსნა ფაქტობრივად ყველაფერი, რაც იუეს დაემართა და სამწუხაროდ დავგეგმო სოკა ყველაზე მეტად შემეცოდა. იმიტომ რომ არ ვიცი რა, აშკარად არ იმსახურებდა მას. სოკა არის ისეთი პერსონაჟი, რომელიც ნამდვილად მეც იმსახურებს. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ არც ძალებლობა არ აქვს, არც ძალები არ აქვს და არც იმდენად ძლევამოსილი, რამდენადაც თავისი იდეა და რამდენადაც ანგი და თან ცდილობს დაგვეხმაროს მაქსიმალურად და რაც გამოსდის ყველაფერს აკეთებს და თვითონ ყოველთვის რჩება უკან და ყოველთვის რჩება ყურადღების გარეშე, როგორც იქნა მიიღო
ყურადღება, რომელსაც იმსახურებდა მისგან US-გან და ასე დაემშვიდობა. US წესიც იყო, რა ქვია, წესი რა, ტრადიცია, უბრალოდ მათი რომ იმას რომ გააყოლეს, სწორად მე თუ რა ერქვა. ლიდერს რა ადმირალს თუ ადმირალს არა, მეთაურს. მათი გუნდეს ეს. რაც US საერთოდ არ უნდა და შეიძლება ოდნავ რომ ჩამოსულიყვნენ სოკა, ანი და კატარა, კიდე გადარჩებოდა ამას და იმას გააყოლებდნენ, ვის მართლა უყვარდა, მაგრამ არ ამგონია. რომ პროფესორი მასწავლებლის მაგალითზე მივხვდით, რომ ეს არ იყო იმდენად აქტუალური ამჟამად და მაგალითად ეს მასწავლებელი თვითონ რა ქვია, კანა ერქვა? მე მგონი კანა ერქვა, კატარას დიდ ბებიას. თუ ბებიას არ ვიცი, კატარას დიდ ბებიას რომ გააყოლეს, კატარას დიდ ბებია რომ გააყოლეს იმას მასწავლებელს, არც უნდა ჰქონია სურვილი დიდად. თუმცა იმას კი უყვარდა თვითონ მასწავლებელს, მაგრამ კანას არ უყვარდა. ზიძულებით ქორწინება იყო. და როდესაც განსაკუთრებით რთული იყო ეს კანასთვის კი რა და US-თვის, როდესაც მართლა შეუყვარდა ვინმე, მართლა შეუყვარდა ბიჭი და აღარ ქონდა უკვე მასთან ურთიერთობების უფლება, ამიტომ რომ უკვე დანიშნული იყო, უკვე ფაქტობრივად გათხოვილი იყო და სამწუხაროდ ეგ იყო. კატარამ დიდი ევოლუცია განიცადა ამ სერიებში. უკეთესად ისწავლა ბრძანებლობა ბევრად, იმიტომ რომ ანგი უკეთესი იყო კატარაზე წყლის ბრძანებლობაში და როგორც ჩანს ახლა კატარა ჯობია, მაგრამ ანგი ავატარია და მალე დაწუნებული ვარ იმას იზავს. გაძლიერდება. და ის სულის მომენტი მაგარი იყო ანგის წელი წყლის ის რო გამოიძახა და უხლებზე რო დადგნენ ესენი წყლის ბრძანებლები. საოცრ უმაგრესი მომენტი სერიაში მგონი. აი აშკარად. და რაჯანდაბა დაემართა ჯაოს ბოდიშით და აიღო უბრალოდ და დაახრჩა წყალში. თუ სულებმა წაიყვანეს. ასეც თუ ასეც და ისეც მკვდარია ფაქტობრივად, მაგრამ გააჩნია ახლა მეთოდს, რა მეთოდითაც მოკლეს. სულებს რო წაიყვანეთ, კიდე შეიძლება, მაგრამ თუ პირდაპირ წყალში დაახრჩო ანგმა, მაშინ ანგი ყოფილა არ ვიცი მონსტრი. კარგი გაგებით, რა თქმა უნდა. და ასევე ისა რა ქვია, ხო, წყლის ბრძანებლობა თვითონ და სულების სამყაროში გადასვლის საშუალება. ჯერჯერობით მე მგონი ყველაზე უკეთესად ის გამოსდის სულების სამყაროში გადასვლა. არა? იმიტომ რომ არაერთხელ გაუკეთებია და კი გაუჭირდა ცოტა ამ სერიებშიც, მაგრამ რაც იყო. ყოველ შემთხვევაში წყლის ბრძანებლობას მალე ისწავლის დარწმუნებული ვარ იმისგან გამომდინარე, რაც ამ სერიაში ვნახეთ. და ივედი ბაქს ის გამოცდილება, რაც მიიღო სულების სამყაროში და რაც მიიღო ჯაოსთან და ცეცხლის ჯართან ბრძოლის დროს, არ გაუქრება უბრალოდ ვითომ და ანგი არ ყოფილა და სული იყო ავატარი, სხვა ავატარი იყო თუნდაც როკუ. და მომავალ სერიებში ვიხილავთ, ანუ უკვე მეორე სეზონის პირველ სერიაში ვიხილავთ ანგს ისეც როგორც გვინდა რომ იყოს და როგორც გვინდა რომ იცოდეს წყლის ბრძანებლობა. კარგი, მაშინ. სერია ძალიან მაგარი იყო. და მოკლედ რომ ვთქვათ, რას ველოდები მომავალში იმის შესახებ.
ნუ მომავალში მაგაზე უკვე ვილაპარაკებ პრინციპში, რომ ანგი კარგად ისწავლის წყლის ბრძანებულობას მეორე სეზონში და გადავა მიწაზე, რადგან მიწა უნდა შეისწავლოს შემდეგი და დიდი ალბათობით რადგან პირველ წიგნს ეწოდება წყალი, მეორე წიგნი იქნება მიწა და მერე ალბათ ცეცხლი. ისე ჰაერი რო მოვაგდეთ თაურიდან ცოტა ცუდია. ანუ შეიძლება არც ამოვაგდეთ ჰაერი და მესამე წიგნს ჰაერი ერქოს და არა ცეცხლი. მაგრამ მეორე წიგნი დარწმუნებული ვარ, ნუ მეორე სეზონი ჩვენ შემთხვევაში ის ცეცხლი მიწა იქნება. ნუ მიწის სიმაზე, რა ქვია, მიწის ქვეყანაში თუ რაც ქვია, მიწის სამეფოში არაერთხელ ყოფილვთ, რამდენიმე სამეფოში კიდეც. ნაცნობები ყავს თან იქ, მაგალითად ბუმი, რომელიც ომაშუს მეფეა და შეუძლია დაგვეხმაროს მომავალში რა ქვია, ბრძანებლობის გაუმჯობესებაში და ისე შევატყვი ახლა, რომ მთელი პირველი სეზონის განმავლობაში ანგს არც ერთხელ არ გამოუყენებია მიწა. აი, ჰაერი გამოუყენებია, ნუ ჰაერი ერთ რა თქმა უნდა ყოველ სერიაში იყენებდა. წყალი გამოუყენებია საკმაოდ ხშირად, მასთან შედარებით, რაც გამოცდილება ჰქონდა, აგერ მეორე სერიაშივე გამოიყენა და ფინალში რა თქმა უნდა უფრო და უფრო ხშირად იყენებდა ბოლო 3 სერიაში წყალს. ცეცხლი გამოიყენა ერთხელ კატარა რო შებრაცა და მიწა არც ერთხელ არ გამოუყენებია. ამიტომ ველოდები ანგისგან იმას განვითარებას მიწისეების როგორც ხვდები ყველაზე რთული ეგ იქნება მიწა ანგისთვის და საკმაოდ დიდი წვალება მოუწევს მეორე სეზონში. ასე რომ ხო ერთი სული მაქვს როდის მოხდება ეს რაც ჩამოთვალე ახლა ერთი სული მაქვს როდის შევებრძოლებით ოზაის რომლის სახესაც კი არ ვხედავთ ჯერ და თუ შეიძლება ბალი გამოაჩინეთ და ეგ არის რაც არის. დროა დაგემშვიდობოთ, იმიტომ რომ კაიხანი 20 წუთია უკვე ამ დასკვნას ვიღებ. საერთო ჯამში პირველი სეზონი კარგი იყო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. და ძალიან კარგი იყო თან. და თუ მეორე და მესამე სეზონები მართლა ბევრად უკეთესი იქნება, ძალიან გამახარებთ. იმედი მაქვს მოგეწონათ ჩემი ეს ვიდეო, იმედი მაქვს მოგეწონათ ავატარის პირველი სეზონის ფინალი, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა, თუ ჯერ არ გექვთ გამოწერილი, კომენტარების დატოვება და ზარის ლაიქის გააქტიურება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გისურვებთ საუკეთესო დღეს. ვნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძანდებოდეთ.